გამარჯობა, ჩვენ ვართ მაისის სტუდენტური მოძრაობა. დღეს ვისაუბრებთ განათლების ახალ რეფორმაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაინიცირა, უბრალოდ კონცეფცია უჩვენა, დარადგინა კონცეფცია განათლების ახალი რეფორმის. შევეხებით როგორც განათლების რეფორმას, მის სტრუქტურას და რეალურად იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება ამ რეფორმამ შეუქმნას უნივერსიტეტებს და უმაღლეს სასწავლებლებს. ამასთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ თავად კრიტიკაზე, რა კრიტიკა შეხვდა რეალურად ამ განათლების რეფორმას, რა პრობლემები აქვს ამ არსებულ აზრებს და არსებულ კრიტიკას და ფიქრობთ და ასევე გაგიზიარებთ ასე თუ როგორ უნდა წაიმართოს რეალურად კრიტიკა თავად ამ განათლების რეფორმის და როგორ უნდა შევხედოთ თავად ძირეულ სტრუქტურებს და თავად ძირეულ თავად ინტერესებს, რა ინტერესებით შეიძლება ამოძრავებდეს ამ რეფორმის შემქმნელებს. ხო, დასაწყისში ალბათ შეგვიძლია შესავლის სახით განვიხილოთ თუ ზოგადად რა პროექტის ფარგლებში ხორციელდება ეს განათლების ახალი რეფორმა, რომელიც ჯერჯერობით კონცეფცია ვიცით, 20 გვერდიანი კონცეფცია, რომელშიც არის ასე ვთქვათ მოცემული 7 ამოცანა, 7 პრობლემათა ამოცანა, რომელიც რაღაცა პერიოდის განმავლობაში, მისი ძირითადი ნაწილი დაახლოებით წლის განმავლობაში, ხოლო ინფრასტრუქტურის ნაწილი 20 წლის განმავლობაში უნდა აღმოიფრას, მაგრამ ამ რეფორმის დეტალურ განხილვამდე ინდა მანამდე გაგიზიაროთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის შესახებ საუბარი ყოფილა, ეს არის თუ რა პროექტის და რა იდეოლოგიური პროექტის ფარგლებში ხორციელდება ეს რეფორმა. უნდა ვცოდეთ, რომ ამ რეფორმის მთავარი ინიციატორი წლების წინ დაიწყო ეს პროცესი, მთავარი ინიციატორი არის მსოფლიო ბანკი. მსოფლიო ბანკი, რომელმაც მიიღო შემდეგი ესეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მათ პერსპექტივიდან მნიშვნელოვანი, თუმცა განათლების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზების ძიება. ეს დოკუმენტი არის ასე ვთქვათ სხვადასხვა სახელმწიფოებში განხორციელებადი დოკუმენტი, რომელიც მოიაზრებს საგანმანათლებლო სივრცის ისეთი ტიპის გადაწყობას, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს საერთაშორისო გლობალური სამუშაო ძალის ერთმანეთთან დაკავშირებას და გლობალური, ასე ვთქვათ, კაპიტალის და გლობალური, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მსხვილი კორპორაციებისთვის იაფი და ასე ვთქვათ მათთვის მნიშვნელოვანი უნარებით შეიარაღებული სამუშაო ძალის მიწოდე. ამის ზოგადი დახასიათება არის და კონცეფცია, რა კონცეფციაზეც დგას, აი ეს მათთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი არის ადამიანური კაპიტალის კონცეფცია. ადამიანური კაპიტალის კონცეფცია არის კონცეფცია, რომელიც მოიაზრებს სტუდენტს, პირველ რიგში სტუდენტს განათლების სისტემაში, როგორც მომავალ სამუშაო ძალას, რომელიც უნდა დასაქმდეს ადგილობრივ ან გლობალურ ბაზარზე და რა თქმა უნდა იმის მიხედვით თუ რა ტიპის ეკონომიკური ამოცანები აქვს ჩვენ ქვეყანაში ან გლობალურად თავისუფალ ბაზარს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დისკურსიც, რომელიც ამ შემთხვევაში გიქოსდა დამოუკიდებლად ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ რაღაცა ევროპის მიმართ გაყენებას ან მაქსიმალურ დაშორებას გულისხმობს, უნდა ვთქვათ, რომ ხორციელდება იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც არის შემოთავაზებული მსოფლიო ბანკის მხრიდან და მსოფლიო ბანკი არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ იდეური თანაავტორი და იდეური ინიციატორი იმ რეფორმის, რასაც დღეს თუნდაც დღევანდელი ხელისუფლების ხელით ვუყურებთ. ამიტომაც და სხვა შორის ეს კონცეფცია, რომელზეც დგას ეს რეფორმა და რომელმაც ასე ვთქვათ თანაფირობა ის ძირითადი საკითხები, რომელიც რეფორმის კონცეფციაში გვაქვს მოცემული, არის ასე ვთქვათ არც თუ ისე თეორიულად უცნობი თეორიამ, რომელიც აი დაახლოებით მე-20 საუკუნიდან ჩამოყალიბდა მათ შორის ევროპულ აკადემიურ წრეებში და მათ შორის ესეთი კობრი სოციალური კრიტიკებიც არსებობს და ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული კრიტიკა არის ის, რომ მაგალითად ადამიანური კაპიტალის კონცეფციას, რაც მსოფლიო ბანკმა შესთავაზა დღევანდელ ხელისუფლებაზე მათ ამის განხორციელება დაიწყეს, დგას არაკრიტიკული სტუდენტის და კრიტიკული მოაზროვნე სუბიექტის
ასე ვთქვათ, აღზრდაზე, არამედ მისი მიზანი არის სრული დეპოლიტიზაცია, მისი განძარცვა ნებისმიერი ემანციპაციური თეორიებისგან და რაც ყველაზე მთავარია, ის მხოლოდ უნდა იყოს არა როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, არამედ ის უნდა იყოს რაღაცა ამორფული, არააქტიური, პოლიტიკური თანხმობის ქვეშ მყოფი სამუშაო ძალა, რომელიც ერთ-ერთი ცხოვრებისეული ამოცანა იქნება, ეს იქნება ვიღაცა მსხვილი, მნიშვნელოვანი ადგილობრივი საერთაშორისო კომპანიებისთვის კომპანიების გამყიდველი. სწორედ აქედან ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ და ერთ-ერთ კრიტიკულ აზრზე, რომელიც ამ რეფორმაზე მოვიწმინეთ და რომელიც ვფიქრობ, რომ არასწორი აზრია და აი ამ რეფორმის კრიტიკისთვის რადიკალურად არ გამოდგება და პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეფორმის რეალური პრობლემებისა და ხედვების დაბლაროს უფრო უზრუნველყოფს, ვიდრე რეალური პრობლემების წინ წამოწევას, ეს არის ბოლონიის პროცესი. ბოლონიის პროცესი არის დაახლოებული სწორედ აი ამ მნიშვნელოვან კონცეფციას და რომელსაც სოფიო ბანკმა დღევანდელ ქართულ ხელისუფლებას და არამედ ქართულ ხელისუფლებას გლობალურ სახელმწიფოებს შესთავაზა, ეს არის ადამიანური კაპიტალი და ადამიანური კაპიტალისა და ბოლონიის პროცესის ურთიერთობა თუ როგორ ასე ვთქვათ, როგორ მიმართებები არსებობს, ამასთან დაკავშირებით ზო უდეტალურად ისაუბრებს. ხო, თავიდან უნდა გამომართოთ ალბათ რატომ გაჩნდა ეს აზრი, რომ ესა ერთ-ერთი მთავარი აზრი და ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა, რომ ჩვენ რაღაც გამოვიყოფით ბოლონიის პროცესს სწორედ ამ რეფორმის შემდეგ, ხო? არის ამის საფრთხე თითქოს არის ამაზე საუბარი. საქმე ის არის, რომ ბოლონიის პროცესი, რასაც წარმოადგენს, ეს არის ერთგვარი დოკუმენტი, რომელიც ცდილობს, რომ დაახლოვოს რაღაც მსგავსი, ეს არის გარკვეულად ხარისხის კონტროლი, ეს არის კრედიტების კონტროლი, ამასთან ერთად ეს არის შრომის ბაზრის კონტროლი, თუ როგორ შეესაბამება შრომის ბაზარი თავად განათლების სისტემას და არის ძირითადად მთავარი მიზანი ის არის, რომ სტუდენტებმა მარტივად რომ ვთქვათ, მარტივად მაგალითად საქართველოდან, მაგალითად ევროპაში თუ სხვა დასავლურ უნივერსიტეტებში მარტივად შეძლონ გადასვლა, თუნდაც ამ სწავლის გაგრძელება, სწავლება, რომ ეს კრედიტები, როგორიც არის კრედიტული სისტემა უნივერსიტეტებში იყოს ერთნაირი. ანუ რაღაც მხრივ ის მთელს ამ როგორც ევროპულ სახელმწიფოებს, ასევე სხვა სახელმწიფოების განათლების სისტემას გარკვეულწილ ერთ ჩარჩოში ჩრის, ეს გარკვეულწილად მათთვის მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ სტუდენტებს მარტივად შეეძლოთ ეს გადასვლა, თუნდაც ან სწავლის გაგრძელება ევროპაში, როგორც ვახსენეთ, ეს არის კრედიტების მოიაზრებს, ხარისხს მოიაზრებს და რატომაც გაჩნდა ამაზე საუბარი, რომის ბაზარსაც უფრო მეტად აიფექტურს. ხალის გლობალურ ბაზარზე სამუშაო ძალის კონსოლიდაცია და მის ნარტი მიგრაციას. რადგანაც მიგრანტი სტუდენტი მათ შორის დიდი ალბათობით არის კიდევაც იაფი მუშახელი ევროპული სახელმწიფოებისთვის და კომპანიებისთვის. ანუ რეალურად ბოლონიის პროცესი მე დავამატოთ, რომ არ განხორციელებულა საქართველოში არასდროს. ანუ ის პროცესი არსებითად შინაარსობრივ ნაწილზე ვამბობ. ანუ მაგალითად ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ ასე ვთქვათ, აკადემიური საქმიანობა და ცხოვრება და სტუდენტები არსებითად დაკავშირებული იყოს შრომით ურთიერთობებთან და სახელმწიფოში არსებულ საბაზრო ურთიერთობებთან, ხო? მაგრამ ჩვენთან მაგალითად ეს ბოლონიის პროცესის შედეგად არ მოხდა. ეს სხვა მიზეზები მას ქონა რადიკალურად განსხვავებული კლასობრივი მიზეზები. მას სხვა მიზეზები ქონდა ის პოლიტეკონომია, რაშიც ვიცავს ცხოვრება მაცლეულების განმავლობაში. ანუ ბოლონიის პროცესი პირდაპირ რო ვთქვათ, ყოველთვის იყო გარკვეული მიზეზი, რომელსაც იყენებდნენ ხოლმე განათლების გასაქონლებისთვის, რა. თუნდაც როცა ვთქვათ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობაზე გვაქვს საუბარი, ნაციონალურ მოძრაობა იღებს გარკვეულ რადიკალურ რეფორმებს, საბაზრო რეფორმებს, მათ შორის უნივერსიტეტებში, როდესაც აფუძნებს თუნდაც ვაუჩერულ სისტემას, როდესაც თუნდაც გარკვეულ წმენდას ატარებს უნივერსიტეტში, როდესაც ფაკულტეტებს აუქმებს და აერთიანებს რესურსების ოპტიმიზაციას. რა თქმა უნდა, რესურსების ოპტიმიზაციას და მათ შორის შემცირებას დაფინანსების სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტების დაფინანსებას, ამ დროს ჩნდება ის, რომ რა ვქნათ ეს ბოლონიის პროცესმა გვიკარნახა და რეალურად ბოლონიის პროცესი მხოლოდ ან გარკვეულ ზედაპირულ ფორმალურ საკითხებში იჭრება რა, როგორც არის, როგორც ვახსენეთ, ეს გარკვეული კრედიტების სისტემა და მათ შორის ეს განათლების სისტემა, როგორც არის, იწყება ბაკალავრიდან, გადადის მაგისტრატურაზე და გრძელდება დოქტორანტურით, სრულდება დოქტორანტური და შემდეგ უკვე პოსტდოკი და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს გარკვეული სტრუქტურა ერთნაირი არის როგორც ევროპაში, ასევე
ასევე საქართველოში. და აქედან გამომდინარე ის რეალურად როდესაც სტუდენტი ასე ვთქვათ იაპ მუშახელად ყალიბდება ეს ბოლონის პროცესამდეც კი დაწყებული პროცესი არის რა ბოლონის პროცესს სანამ შევიდოდით მანამდე დაწყებული საქმე არის როდესაც უკვე რიგითი არა მხოლოდ სტუდენტები არამედ რიგითი მშრომელები რაღაც ინგრევა რაღაც სახელმწიფო საწარმოები ინგრევა გეგმიური ეკონომიკა გადადის საბაზროზე და რაღაც იაფი მუშახელი ჩნდება რომელიც ან დაუსაქმებელია და მუშევართა რეზერვშია ან ხდება დასაქმებული ისე მძიმე პირობებში სადაც მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ უწევს მძიმე შრომა ხო აქედან გამომდინარე ბოლონიის პროცესის საკითხი შემოდის კრიტიკაში როგორც ჩანს ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ეს მაგალითად 11 წლიანი სწავლება სკოლებში როგორც კობახიძემ ისაუბრა ამაზე რომ მიიღებს 11 წლიან სწავლებას და რეალურად რომ ვთქვათ ბოლონიის პროცესი ესე მკაცრად არ მოითხოვს სკოლის სწავლება 11 წლიანი იქნება თუ 12 წლიანი ანუ ეს გარკვეულწილად შესაძლებელია სტუდენტების რაღაც ნაწილს შეექმნას პრობლემა უნივერსიტეტებში ევროპულ უნივერსიტეტებში დასასვლელად მაგრამ რეალურად რომ ვთქვათ რატომ პირველ პლანზე რატომ დგება ის საკითხი რომელიც არ ეხება არა მხოლოდ რაღაც უმრავლესობის საკითხი არ ეხება ეხება რაღაც გარკვეულ მცირეს ნაწილს რომელიც ასევე მნიშვნელოვანია მაგრამ როგორ შეიძლება მეც მაქვს ამაზე პასუხი მაგრამ ვიტყვი და შეიძლება გაგრძელო ერთ-ერთი მიზეზი მე მგონია ეს არის გარკვეული ეს ევროპისა და რუსეთის დაპირისპირების კონცეფცია რა რომელიც შემოსულია არსებულ პროტესტშიც და არსებულ ხშირად ლიბერალურ აზრებში ეს დომინირებს რომ თუ კი რაღაც ხდება ქართული ოცნება თუ კი რამეს აშავებს იმიტომ რომ ის არის ანტიევროპული და ის ცდილობს რომ რაღაც რუსული რეჟიმი დანერგოს საქართველოში ხო რეალურად ეს რეჟიმი და ეს რეფორმა რაც არის ეს არ არის ახალი რეფორმა ეს არის ძველი რეფორმის გაგრძელება და რო ავიღოთ მაგალითად ის საუბარი რომ ეს არის 3 წლიანი ბაკალავრი იყოს და იყოს 1 წლიანი მაგისტრატურა ეს კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი აზრი იყოს ფათაშორის და ეს ახასიათებს ნეოლიბერალურ საგანმანათლებლო სისტემას და რატომ იმიტომ რომ პირველ რიგში რომ შევხედოთ ანუ რომ გავცდეთ ბოლონიის პროცესს 11 წლიანი თუნდაც მათ შორის სკოლა როგორც ჩანს საჭირო არის იმიტომაც რომ მოსწავლე ბევრად უფრო მალე გახდეს აბიტურიენტი ბევრად უფრო მალე ჩაეწეროს შრომით მშრომელების რიგში ხო გახდეს დასაქმებული, რა თქმა უნდა, კერძო სექტორს სჭირდება უფრო მეტი მუშახელი, შესაძლებელია რაღაც გარკვეულწილად კერძო სექტორს სჭირდებოდეს ის რეგიონშიც და ასევე თბილისშიც, ხო მათ შორის. მაგრამ თბილისში, რა თქმა უნდა, კონცენტრირებულია ბევრად უფრო დიდი მასა. მაგრამ რეალურად რო დავფიქრდეთ, ეს არის დაჩქარება, ბევრად უფრო დაჩქარება აბიტურიენტის იმისთვის, რომ მშრომელად ჩაეწეროს, იმუშაოს კერძო კომპანიებისთვის და მათ შორის, თუნდაც 3 წლიანი, 1 წლიანი სამაგისტრო ეს არის მიზეზი ამის არის, რომ შენ ეს ოპტიმიზაცია ფინანსების რასაც ამბობენ. რეალურად რასაც ამბობენ, ამას რა თქმა უნდა ესადაგება რა, ეს სტრუქტურა. უბრალოდ თავარი მიზეზები ამის სხვა არის. რო რა თქმა უნდა სახელმწიფო დაფინანსება შემცირდეს ამდენი არ დაიხარჯოს, რადგან თუ კი 11 წლიანზე ვსაუბრობთ, სავარაუდოა რომ შესაძლებელია რომ სტუდენტების რაოდენობაც იმატოს. აქედან გამომდინარე მათ რაღაც გარკვეული ფინანსების შემცირება ცოტა გაუგებარია კონცეფციაში იმატო შეიძლება იყოს ანუ ამის სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება დამოკიდებული რა და ხო რასაც მე დავამატო ის ხო ეს 3+1 დრონდელი ასკო ფარობის მიმოფიქრებული არა ხო ეს ნარატივი ანუ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენი არსებული სოციალური ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცხოვრება სწორედ აი ამ ტიპის ნეოლიბერალური ურთიერთობების ასე ვთქვათ დინამიკის გამოძახილია რა ზოგადად იმიტომ რომ აი მარტივად რომ ხო ანუ ჩვენ ხედავთ ნეოლიბერალურ წესრიგის შედეგად საზოგადოებაში თანასწორობის პრინციპის ყლებას და გაძლიერებას კერძო ანუ ესე ვთქვათ კერძო ინტერესების ხო ეს კერძო ინტერესები შესაძლებელია უშუალოდ საუნივერსიტეტო საზოგადოებაში არსებობდეს ასევე არსებობდეს საუნივერსიტეტო საზოგადოების მიღმაც ხო და რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი არა ძირეული პრობლემა რაც ზოგადად ჩვენ განათლებასა ჩვენ საზოგადოებას აქვს ეს არის თვითონასწორობის საკითხი რომელიც რეფორმის პარალელში საერთოდ არ არის გათვალისწინებული და არსებული კრიტიკებს რომელსაც ვისმენთ მხოლოდ ჩვენ ვართ რომელიც ისეთი ტიპის კრიტიკას აწარმოებს რომელიც პირველ რიგში ასე ვთქვათ ხედველობის არეში აქვს არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობების ეკონომიკური თუ სოციალური სტრუქტურები ხო ანუ სადაც ხედავთ იმ მნიშვნელოვან უთანასწორობის პოლიტიკას, რა უთანასწორობის პოლიტიკას, მაგალითად არსებობს ჩვენს ქვეყანაში და რასაც ხელმოკლე სტუდენტების იმ ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან გამომდინარე, რომლებსაც უწევთ ბრძოლა, შრომა და ცხოვრება ისეთ პირობებში, რომელიც ძირითადად მოიაზრებს საკუთარი თავის გადარჩენას და ის ვერ ქმნის ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებას საკუთარი
თავისთვის საზოგადოებისთვის, რომელიც შემდგომში რაღაცა საერთო კეთილდღეობაში უნდა კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს, ხო? და ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ხო? როგორც რეფორმის შემოქმედებისგან, ასევე მისი კრიტიკოსების მხრიდან. ისინი რეალურად არიან ერთი იდეოლოგიური პერსპექტივის, ერთი იდეოლოგიური აპარატისა და ხედვების პატრონები. ხო, ანუ ისინი რეალურად საერთოდ არ ეწინააღმდეგებიან მაგალითად ისე მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც არის განსახადების გაზრდა. ხო, ან სტუდენტური გადასახადების გაზრდა, როგორც არის პრივატიზაციის ტალღა. მეცაც გეტყვი, ანუ ჩვენ ვისმენთ დღეს თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკას ადამიანებისგან, რომლებმაც ნაციონალურ მოძრაობის განათლების რეფორმის პირველ ტალღას ხარ დაუჭირის და რომლებმაც და ასე ვთქვათ, მათ შორის ნაწილი შემოქმედიც კი არის ამ რეფორმის. რეფორმის იღებაში ჩართულები, რომელიც აი ამ საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის პრივატიზებას, განათლების გასაქონლებას, მისთვის საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩამორთმევას და ასე ვთქვათ, კომპანიებისთვის გადაცემას, ხო? კომპანიების ბიზნესისთვის, ამ კერძო სექტორისთვის გადაცემას, ხო? ანუ ჩვეულებრივ ხარს უჭერენ რეალურად. ანუ მათი დაპირისპირება ხდება მხოლოდ პოლიტიკური სიმპათიების ან ანტიპათიების დონეზე. ანუ რაღაც ტიპის სისტემური ფორმალიზმის გადალაგების ან გადმოლაგების ნაცეთში. და არა მათ რეალურად არ აინტერესებს არსებული სოციალური სტრუქტურა, რომელიც რა არის ამ შემთხვევაში სტუდენტთა მიმართებაში, ხო? ანუ დღეს რეალურად რომელიც კონცეფცია საერთოდ არ ჩამტანი, უთანასწორობა საერთოდ ხოზებს არ აღიარებს. პირიქით, ის მხოლოდ საუბრობს სისტემურ ცვლილებებზე, მაგრამ ამ სისტემურ ცვლილებებში რა ტიპის სოციალური თომები იმალება არ არის აღმოჩენილი. გარდა ერთისა, ხო? რომელიც ყველაზე ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან ამოვარდნილია. ამოვარდნილია საერთოდ. ანუ რეფორმის სრულ, ასე ვთქვათ, ნეოლიბერალ სულიწკოდებაში ვერც კი ეწერება. ხო, ეს არის ინფრასტრუქტურის შექმნა. ხო, ეს ინფრასტრუქტურა ამ შემთხვევაში არის სტუდენტური საცხოვრებელი. და ეს საერთოდ სტუდენტური საცხოვრებელი იმდენად გაუგებარია ამ კონტექსტში, რომ ანუ მისი როგორ მოხდა ამის მიზეზები დასაბგები, ხო? და ამის მიზეზი ვართ პირველ რიგში მაის სტუდენტური მოძრაობა, ხო? რომელიც უკვე 3 წლის განმავლობაშია, არ ვიცი, ანუ უზარმაზარი, არ ფიზიკური, ინტელექტუალური რესურსი ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის სხვადასხვა პრაქტიკები დაიგეგმა და განხორციელდა იმისთვის, რომ ანუ ეს აზრი, რომ საერთოდ სტუდენტური საცხოვრებელი სტუდენტობის განყოფილი ნაწილია და მეცაც ვიტყვი, განათლების სისტემის რეფორმა და ზოგადად განათლების სისტემა სტუდენტების საცხოვრებელის გარეშე უბრალოდ არსებობა შეუძლებელი. ან წარმოიდგინეთ რეალობას, სადაც სტუდენტს თავზე ჭერი არ აქვს და აი ამ პირობებში სტუდენტ უნდა მიიღოს რაღაცა კვალიფიციური განათლება. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ეს განათლების საერთოდ ზემოთ დაბალია. ან ცენტრალური საკითხი არის ის მატერიალური საშუალებების დაკლოვანება და ხელმოკლეობა სტუდენტების, რომლებსაც ამისთვის უწევს, რომ სამუშაო ბაზარზე დათანხმდნენ დაბალ არაპროდუქტიულ შრომას, ასევე მისი ცხოვრებისთვის არასაკამარის ხელფას და ის დრო, რომელიც მან აკადემიურ ცხოვრებას უნდა მოახმაროს, ასე ვთქვათ, ვიღაცა კერძო სერვისის თუ რა ვიცი, ონლაინ კაზინოების ბიზნესმენების გამდიდრებას ამ პროცესში, ხო? ანუ ხედავთ აი ამ ტიპის რაღაც კლასობრივ დაშორებას ერთმანეთთან პროცესების, ანუ კონცეფცია არსებობს, რეფორმა არსებობს, თითქოს კრიტიკა არსებობს, მაგრამ არც კრიტიკა, არც რეფორმა და არც ერთი ხედვა, უბრალოდ თანხმედრაში არ არის იმ რეალურ საჭიროებებთან, რომელიც ამ შემთხვევაში სტუდენტებს აქვს. და ეს საჭიროებები არის საკმაოდ ისეთ კონკრეტული და არ არის აბსტრაქტო. ანუ საჭიროება ვერ იქნება სამომავლოდ, ასე ვთქვათ, რაღაც სხვადასხვა ქვეყანაში სწავლის გაგრძელების პროცესში, ხო? განსაკუთრებით იმ პროცესში, როდესაც აი ამ სტუდენტების ხელმოკლეობისა და სიღარიბის და უთანასწორობის გამო სტუდენტების ნაწილი ისედაც ვერ ახერხებს გარეთ სწავლის პროცესს. ამიტომ მიწის გაცენტრალურება რეალურად იმას, რასაც ქართული ოცნება დღეს აპირებს განათლების სისტემაში მისი ელიტურობის ბუნების კიდევ უფრო მეტად გამოკვეთას და გაძლიერებას, ხო? და ან განათლების როგორც პრივილეგირებულთა საკუთრებად გადაქცევას. პირიქით, იმსახურებთ რა, ამას აძლიერებს ეს ტიპის კრიტიკა. ხოლო კრიტიკა, რომელიც ძალიან კონკრეტულ რაღაცებს მოითხოვს და უხურებს იმ უთანასწორობის სტრუქტურას, რომელიც სტუდენტი ცხოვრობს, არამედ სტუდენტის ოჯახების ცხოვრება და ადგენს და იკხოს და აშენებს ისეთი, ასე ვთქვათ, სამომავლო საზოგადოებრივ ურთიერთობას, რომელშიც სტუდენტს ექნება სტიპენდია, რომელსაც კონცეფცია საერთოდ სიტყვა არ არის ნათქვამი, ექნება დავაბინ საერთოდ სტუდენტური საცხოვრებელი და ექნება უფასო განათლება. ეს არის რეალური, ასე ვთქვათ, კრიტიკის ობიექტები, რომელიცაც უნდა მოიაზრებდეს ნებისმიერი პროგრესული რეფორმა. რასაც რა თქმა უნდა, რაღაცა დროადეშავად დააზერდულ კონცეფციაზე ის კრიტიკაზე ნამდვილად ეხლა უნდა ვთქვათ, თავად რეფორმის არსი რა არის და მე ამ აზრს გავყვეთ, ხო? ერთ-ერთი მთავარი, რაც ჩანს, ეს არის მოდი ვთქვათ, როგორც კრიტიკოსებზე, მოდი ვთქვათ, მაქებრებზეც, ხო? ანუ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს არის რაღაც სხვადასხვა აზრები
შემხვდა სოციალურ ცალში ერთ-ერთი ეს არის რომ სახელმწიფოს ინტერესები როგორც იქნა შედის განათლების სისტემაში და სახელმწიფო ადგენს გარკვეულ წესებს, რაც რეალურად მართალი არის. სახელმწიფო უშუალოდ შედის და ადგენს იქ გარკვეულწილად შრომის ბაზარს, როგორ ესადაგება სტუდენტების რაოდენობა და რომელ პროგრამაზე რამდენი სტუდენტი უნდა მიიღონ, მაგრამ ეს ინტერესები სანამ ამაზე გადავალთ საუბარი არის ამაზე ამ სახელმწიფოს შეჭრაზე, ინტერვენციაზე უნივერსიტეტებში ხდება მას შემდეგ, ანუ ეს აზრი მოდის მას შემდეგ, როდესაც საუბარს ოპოზიცია იწყებს ჯერ შრომის ბაზრით. ანუ როგორც ჩანს, შრომის ბაზარს არ მოსწონს არსებული განათლების სისტემა, რადგან იგი აკლებ ბევრად უფრო მეტი იაფი მუშახელი სჭირდება რა და არა მაგალითად მას არ სჭირდება რაღაც გარკვეულ ჰუმანიტარულ დარგებზე სტუდენტები, არ სჭირდება სოციალურ მეცნიერებებზე სტუდენტები, მას სჭირდება ბევრად უფრო შეიძლება იყოს ეს მენეჯერული კლასი, შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა საბაზრო დარგები, ხო, რომლებიც გამოჩნდა ესე რაღაც სოკოსავით ამოიზარდა, ხო, რომელიც საერთოდ აკადემიასთან შეიძლება არანაირი შეხება არ ქონდეს, ხო, როგორ შეიძლება ბიზნეს მენეჯმენტს საერთოდ კლასიკურ აკადემიასთან ან ტურიზმს გარკვეულწილად ქონდეს, ხო, შეხება. აქედან გამომდინარე ჩანს ის, რომ შრომის ბაზარი კერძო ბიზნესი პირდაპირ უწესებს რაღაც სახელმწიფოს სჭირდება და ეს სახელმწიფო რა თქმა უნდა შერწყმული არის ბიზნეს კლასთან და სახელმწიფოს თავისი ძალაუფლება აქვს, რომელსაც ამას იყენებს, ხო? რა თქმა უნდა სახელმწიფო იჭრება, ანუ უნივერსიტეტში ის უნივერსიტეტს დაუწესებს კვოტებს, რამდენი სტუდენტი უნდა მიიღოს რომელ პროგრამაზე და რა თქმა უნდა აქ არასაბაზრო, მაგრამ ბევრად უფრო სოციალურად მნიშვნელოვანი დარგები გაქრება, ან სრულ კრიზისში შევა, ხო, როგორც სულ გაფავს ეხლა. მაგრამ რა ინტერესით? ხო, რა ინტერესით, რა თქმა უნდა, არანაირად, ხო, ეხლა გონი არ ვიცი, ან იმბეცილი უნდა იყო, პირდაპირ რო ვთქვათ. ან გარკვეულ ამ გადაწყობაში, იმიტომ რომ ცხადი არის, რომ ქართულ ოცნებას სურს უნივერსიტეტის საკადრო გადაწყობა მოაწყოს წმენდა მათ შორის, ხო, რომელიც სააკაშვილს აქვს თავის დროზე ჩატარებული, სურს რომ მოაწყოს. შეიძლება აქაც გარკვეულ ადგილს ეძებენ ეს ადამიანები, რაც გასაგებია, რა დამატებენ, ხო? აქედან გამომდინარე, ეს კრიტიკაც მათ შორის და ქებაც რაც არის ამ განათლების რეფორმაზე, უნდა პირიქით ეს უნდა სრულიად მიუღებელია და უნდა იყოს არსებულ რეალურ საკითხებზე, რაც შენახსენე, ეს არის პირველი, ეს არის ფინანსების ოპტიმიზაცია, რომელსაც ეს ანაბანაა, ხო, ანუ რაღაც მთელი ამ დროის განმავლობაში მოხვებიან, ამას გვიძახიან, მუდამ ჩაგვიძახებენ, რომ ეს ფინანსები უნდა არსებული ფინანსები კი არ უნდა გაიზარდოს და სახელმწიფო და განათლება კი არ უნდა დააფინანსოს და მეცნიერება, არამედ უნდა ის არსებული მცირე რესურსების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. როცა ვახსენეთ საცხოვრებელი, ხო, რომელიც რაღაც სამწლიანი ესეთი ბრძოლის წინააღმდეგობის შედეგად მივიათ, ხო? მათ შორის უნდა ვთქვათ, როგორ სურთ მათ, როგორი არის მათი მოდელი საცხოვრებლის აშენების, ხო? მათ სურთ, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც არის, ეს მოინათლა დეცენტრალიზაციის სახელით, ხო? ანუ თბილისიდან მათ სურთ, რომ რაღაც გარკვეულ რუსთავში ან ქუთაისში გადაიტანონ ფაკულტეტები, რაც ნიშნავს იმას, რომ რაღაც გარკვეული შენობები, კორპუსები, თესეუსი იქნება თუ ეს ილიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნდა გაიყიდოს, ხო? და რა თქმა უნდა, მათთვის ეს ბევრად უფრო მომგებიანი არის, დეველოპერის და ხო, ესე ვიტყოდი, რომ საერთოდაც მთავარი მიზეზი ამის ის, რომ გაიყიდოს რა. ერთ-ერთი რეფორმის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დეველოპერულ ბიზნესს დიდი კაპიტალი მიეცეს ბევრად უფრო. რაც ნაციონალური მოძრაობის უნივერსიტეტების პრივატიზაციის და რეფორმის პირველ აღმა ვერ დაასრულა, მათ უნდა დაასრულა. აი ამ პრივატიზაციას კიდევ უფრო მეტად ასე ვთქვათ აფართოვებს. კი, რა თქმა უნდა, ახალ ეტაპზე გადაყავს რა, ანუ ახალ ეტაპზე, რომელიც ეს ლოგიკურიც არის, რადგან ნაციონალური მოძრაობის და მთელი ამ სისტემის პენდუკიძის სააკაშვილის ეკონომიკური სისტემის ფილმშო თავად გვევლინება, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ეკონომიკური სისტემა, რომელსაც სულ სხვა საფეხურზე გადახავს ეს ნეოლიბერალური ის. ანუ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ის რაც ვერ მოასწრო სააკაშვილმა, მან უნდა გააგრძელოს და ბევრად სხვა ახალ იმაზე, ანუ ესეთი საუბარი, რომ შრომის ბაზარმა პირდაპირ უნდა ანუ ამაზე რა თქმა უნდა იყოს საუბარი, რომ ჩვენ შრომის და მათ შორის ბოლონის პროცესშიც არის ამაზე საუბარი, რომ შრომის ბაზარმა გარკვეულწილად უნდა განსაზღვროს განათლების სისტემა. მაგრამ ამაზე საუბარი იყო, მაგრამ ესე პირდაპირ ნათქვამი, რომ სახელმწიფო ჩვენ ჩავერევით, ხო? და ჩვენ დავაწესებთ ამას შრომის ბაზარს, რომელიც ჭირდება, რომელი არა, მათ შორის არ ვიცი, ძნელად მახსენდება სააკაშვილის დროსაც კი რა თქმა უნდა იდგოდნენ ეს შეუძლებელი, მაგრამ განსხვავებული ჩვენი არსებული საზოგადოებრივი ეკონომიკური ურთიერთობები, რაც არის კაპიტალისტური ძენერალური ეკონომიკური ურთიერთობები, ხო? ანუ წინა ხელისუფლების დღევანდელი ხელისუფლების დროს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა უკვე ახალ ეტაპთან გვაქვს საქმე. დღეს მაგალითად ასებითად ეკონომიკურ კლასს ბიზნეს უკვე მეტად კიდე სახელმწიფო დაპყრობილი, ხო? ასე ვთქვათ,
უფრო მეტად არის გაბატონებული სახელმწიფოებრივი ასე ვთქვათ საკითხებში. ვიდრე იყო მაგალითად წინა ხელისუფლების დროს, ხო? წინა ხელისუფლების რადიკალურად განსხვავებული ამოცანებული ჰქონდა არსებულ ქართულ კაპიტალიზმს, ვიდრე დღეს აქვს, ხო? და ამიტომაც ეს ბუნებრივია. ბუნებრივია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მივედით უკვე იმ ეტაპამდე, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების მინიმალური სივრცეები დარჩა, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის პრივატიზებული. ხო, რა თქმა უნდა. თითქმის ყველაფერი გაყიდული და გასხმისებული და გადაცემულია, კერძო ასე ვთქვათ სექტორის ხელში. დარჩა მაგალითად აი ეს უნივერსიტეტები და მაგალითად ეტაპობრივად კიდევ უშუალოდ საარსებო გარემო რაცა ბუნება ხო მაგალითად და ბუნების ეტაპობრივი კიდე გასხვისება და გადაცემა ხდება მაგალითად აქ ფასკო კერძო ინვესტორის საკითხში. აქცენ საუბრობთ იმას რომ არსებული დღევანდელი ჩვენი ქართული კაპიტალიზმის თავარი ამოსავალი ერთი ფუნდამენტი არის ის ყველაფერი მე გაეძორდეს ყველაფერი მე გაიყიდოს და ეს ყველაფერი დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და რა თქმა უნდა ეს ეკონომიკური პოლიტიკა დღესაც ვრცელდება და დღეს ამ შემთხვევაში არსებული ეკონომიკური ასე ვთქვათ ინტერესი არის განათლების სისტემა რომელმაც ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირის დროს დაგროვებული ყველა რესურსები რომელიც იყო მომსახურებული სახელმწიფო საზოგადოების და მეცნიერების ინტერესებს დღეს იგონოს და გაიქიდოს გასხლისდეს და არ ვიცი მაგალითად სტუდენტების ნაწილი შემდგომში ამ ფინანსებით მაგალითად უნივერსიტეტ კორპუსების დახიდვის შედეგად ამ ფინანსები რაღაცა პერიფერიაში აშენდება ხო ანუ ღარიბის სტუდენტებს თავის ადგილს მივიჩენენ და მდიდრები მაგალითად აი ვაკესავთ ზასა უნივერსიტეტის შენობებს ან ბაანგრევენ და იქ ახალსასწავლებელი კორპუსზე წამოჭიმავენ ან არ ვიცი რაღაცა მოსასვენებელი და დასასვენებელი და გასაფრთხო სივრცეებს გააკეთებენ საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ურბანული გადალაგებაც გვაქვს ხო ამ პროვაში ღარიბ სტუდენტებს პერიფერიაში გაუშვებენ ხოლო რაღაცა მდიდართა კლასი დარჩება ცენტრში და ის რაღაცა საუკუნოვანი სამეცნიერო ტრადიციასთან დაკავშირებული რესურსები საბოლოო ჯამში არ ვიცი გადაითარგმნება რაღაცა დასვენებისა და გართობის ასე ფუნქციას შეიძენს. და აქ მეზოს რომ დავფიქრდეთ აქ მათ შორის მე ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ ეს რა თქმა უნდა რომ ოპოზიციურად განწყობილი არის შეიძლება მაგიტომ ხედავდეს ადამიანის პრობლემას, მაგრამ ის ადამიანები რომლებიც რაღაც ამ წლების განმავლობაში ჩვენ მქონდა ხო შეხება ეს იქნება ადმინისტრაციის წევრები თუ სხვა პროფესორები რომლებიც ასე თუ ისე ოპოზიციურადაც იყვნენ ნაწილი განწყობილი, მათი აზრები დიდად არ განსხვავდება კონცეფციისგან, ხო რო იმიტომ რომ მაგალითად თესეუს მეოთხე კორპუსზე როცა ვსაუბრობთ და როდესაც მიდის საუბარი რომ ის უნდა გაიყიდოს და როდესაც ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი რომ საცხოვრებელი უნდა აშენდეს იყო მათგან ჩვეულებრივი შემოთავაზება რომ საცხოვრებელს ავაშენებთ უნდა გავყიდოთ გარკვეული კორპუსები ანუ ეს ახალი იდეა რა თქმა უნდა არ არის რა ეს ჩანაცვლებას ეძახიან ოღონდ ბევრად უფრო კინოეული ჩანაცვლება იმიტომ რომ ბევრად უფრო დიდ რესურსს ხიდიან და ბევრად უფრო დიდ კაპიტალს იღებენ, რა თქმა უნდა, ამის გაყიდვით რაღაც ფრივ, მაგრამ ის დეველოპერი, ხო, მოდი ვთქვათ, პირდაპირ, ხო, დეველოპერი, რომელიც ჭავჭავაძეზე მაგალითად არსებულ კორპუსს იყიდის, ბევრად უფრო დიდ მოგებას მიიღებს ამის, ხო? ხო, ანუ ისე რომ რაც შენ ამბობ ზუსტად რა, ეს აზრები ჩვენ ფინანსი ხო, ეს ახალი ანუ ამ ფორმით მაგალითად საცხოვრების აშენებას თუ რაღაცა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, ხო, საერთოდ არ ჭირდებოდა სახელმწიფო ჯარევა, ამ ჩვეულებრივი რიგითი საუნივერსიტეტო რეტროგრადი ბიუროკრატებით ამას საერთოდ ხა? ანუ რაღაცების დავყიდით და ანუ დღეს თუ გვაქვს რაღაცა სახელმწიფოების დაბოძნებული ეკონომიკური გადათამაშების პრინციპი, იქ უნდა დაარი აქტივების გაცოცხლე საზრისი. ანუ ეს რეალურად ერთი კლასია, ერთი იდეოლოგიური აპარატი აზროვნებენ და მათი ლექსიკას რაღაცა ის გამოხატულება საკუთარი ანტისაზოგადოებრივი და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისას ხო ერთმანეთს გავს რეალურად რა. ამიტომაც ამ რეფორმაში ჩვენ ახალი არაფერი არ იყო და მაგალითად რეფორმამდეც რაღაცა ეხლა დაიწყე საუბარი ჩვენ უკვე ანუ მის დაანონსები და არის ამაზე საუბრობ, ამაზე წერთ, ამაზე დისკუსიას შევაყენებ და მოდივით ვარაუდობ, როდის რა მოხდება და როგორ მოხდება და რა პრინციპების შედეგად შემუშავდებოდა და პრინციპი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი რაღაცა ვარაუდების უმეტეს ნაწილი შესრულდა, ხოლო როდესაც უკვე რეფორმის საბოლოო სახეს ნახავთ, აქ უკვე ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები შეიძლება ნახოთ, რომელიც ასე ვთქვათ, საბრძოლოზე უკვე ჩაყრილია, ხო? ეს იქნება მაგალითად პრივატიზაცია, ხო, გახსოვდა და გასკვისება უნივერსიტეტების, ანუ უნივერსიტეტს გაძერცვა სახელმწიფოს მხრიდან ვიღაცა წვრილად დეველოპერების სასარგებლოდ მაგალითად და სამშენებლო, მაგალითად არქის სასარგებლოდ, ჩვენი კორპუსებს აშენებენ ამ როცა უზარმაზარ რესურსებზე. ხო, ამ უზარმაზარ არა იმას რა ქვია. მიწებზე რომელზეც არის მაგალითად საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა განთავსებული დღეს. და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოიყო და ეს არის მაგალითად სწავლის საბაზოში გაზრდა კრიტიკა. ხო, ან სწავლის საბაზოში შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს, იმიტომ რომ სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შენების პროცესში არ აპირებს ერთჯერადად
სოციალური პროექტის განხორციელება და წარმოიდგინეთ წლების განმავლობაში შემოგთავაზეთ თუ არა ის მაგალითად უფასო განათლება. ზოგადად გვეგვიანოს ეს 2250 ლარი არ არის საკმარისი, ის მე გაიზარდოს. ან შეიძლება ორჯერ და სამჯერ გაიზარდოს საფასური, რომელიც სახელმწიფო კი არ დაასუბსიდირებს, სახელმწიფო კი არ უზრუნველყოს მის ასე ვთქვათ უფასო განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, ხო? არამედ სტუდენტებს და მის ოჯახებს მოუწევს მაგალითად საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს ეს ყველაფერი და დამერსონეთ, რომ იმ შემთხვევაში აი ამ სწავლის საფასურსაც ვერ იხდის სტუდენტი და სტატუს შეჩერებულთა ზარმაზარი რაოდენობა გვაქვს და უნივერსიტეტისადმი ვალიუგროვდება სტუდენტებს ორჯერ და სამჯერ გაძილი სწავლის გადასახადის შემთხვევაში თუ როგორი სოციალური ასე ვთქვათ რეალობა მოილის სტუდენტებს ხო და აქ შესაძლებელია შემდგომში შემოგდონ ისეთი საკითხი როგორც არის სტუდენტების სესხების გაძლიერებაც კი იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებრივი ურთიერთობები შეგვიძლია ვთქვათო ვალის პირობებში და ვალის მდგომარეობაში არსებობს და ეს იქნება ჩვენი ყובה საცხოვრებელი პირობების შექმნა ავიცი შვილისთვის სკოლაში გაშვება თუ უნივერსიტეტის სწავლით მიწოდება სახლის შეძენა არა თუმცა ჩვენ ცხოვრების მნიშვნელოვანი ყველა მატერიალი საშუალება დღესაც ხელმატიზებული და მის ხელწედება ხომ და ბალის საშუალებით გავს და დღეს ეს ერთი რესურსი ქონდა დარჩენილი სადაც აქტიურად არ იყოდნათ ესეთი გავალიანების პროცესი კიდე დაწყებული მიხედავთ იმისა რომ ტენდენციები არსებობდა და რა თქმა უნდა ამ კონცეფციის პარტნიორში შესაძლებელია რომ მაგალითად სტუდენტი უკვე სუსხოლანი გახდება თუ არა ის აგრესიულად უკვე გავალიანებული იყოს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ სავალო ვალის ვადებულებების ქვეშ მოუწიეს ხოლმე და მოღვაწა. მოკლედ რომ ვთქვათ, განათლების რეფორმით ქართული ოცნება ძველი ეს ნაციონალური მოძრაობის რეფორმის შემოbrunებას აპირებს, ან შემოbrunებას, ან მისი უფრო ახალ სტადიაზე გადატანას. გაფართოვებას, რა თქმა უნდა, მას კალაპოტის მათ უნდა მოიცვან და მათ უნდა გაასკუსონ ის, რაც ჯერ არ გასკუსებულა, გაზარდონ ის, რაც ჯერ არ გაზრდილა და რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს თავისი წინააღმდეგობა სჭირდება რა. აქედან მომდინარე საჭირო არის როგორც სტუდენტების, ლექტორების, პროფესორების, მკვლევარების გაერთიანება საერთო ინტერესებზე და როგორც უნდა შევაჩეროთ ეს გასკუსების პოლიტიკა, ხო, რომელიც აშკარად დაინიცირებულია, რომ უკვე იწყებენ, გვეუბნებიან, რომ გაყიდიან კიდევაც პირდაპირ საუბრობენ ამაზე, როგორც უნდა შევაჩეროთ ეს მავნე პოლიტიკა, ამასთან ერთად უნდა მოვითხოვოთ ბევრად უფრო ახალი. ანუ უნდა მოვითხოვოთ ის, რაც მნიშვნელოვანი არის, მოვითხოვოთ რეალური რეფორმა, რეალური გადაწყობა, რომელიც სტუდენტებს მისცემს როგორც საცხოვრებელს, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს გაზრდის სტიპენდიას და ამასთან ერთად უფასოს გახდის უმაღლეს განათლების სისტემას. სხვა შემთხვევაში, მოკლედ არას უნდა შეუსაბამოთ კიც რა, ანუ რაღაცას წინააღმდეგებით, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ რა გვინდა და რა გსურს. ჩვენ გსურს რომ როგორც უნდა შეჩერდეს ეს და არ უნდა დაუშვათ ეს პროცესი, ამასთან ერთად უნდა მოვითხოვოთ მეტი, ეს იქნება საცხოვრებლის სტიპენდიის და უფასო უმაღლესი განათლების სახე. ხო, და რაც მნიშვნელოვანი იქნება რა, მანდ პირველ რიგში ჩვენი ანალიზი და ჩვენი მოქმედება მიმართული უნდა იყოს სტუდენტების, აკადემიის და ჩვენი საზოგადოების სოციალური გაძლიერების მიმეფუ, რომელსაც არაპირებენ და პირიქით როგორც ვისაუბრეთ, მის კიდევ უფრო გაუარესებას და იმ კლასობრივი უკავშირის გაღრმავებას უცხობს ხელს, რომელიც ისედაც არსებობს მაგალითად სტუდენტებსა და არ ვიცი, თუნდაც უნივერსიტეტის ბიუროკრატებსა და კერძო მფლობელებსა თუ სახელმწიფო შოქს, ხო? ანუ იმ კლასს შორის, რა კლასიც დღეს ჩვენს დედს ყვეც. ხოლო თუ ჩვენ გვექნება ორი მზერა, რა მზერაც პირველ რიგში თითოეული ჩვენგანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული და მოვითხოვთ ყველაფერს იმას, რაც რეალურად თითოეული ჩვენგანის კლასობრივ ამოცანებში არის და რაც გვჭირდება და ჭირდება არა ხვალ, არამედ ჭირდება დღეს. მაშინ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთი ტიპის რეგრესული, ანტისოციალური და საზოგადოებრივი ინტერესების მტერი რეფორმების ნაცვლად შეგვიძლია მივიღოთ ისეთი აკადემიური საზოგადოებრივი ცხოვრება, სადაც თითოეული ჩვენგანის ინტერესი, საჭიროება და მოთხოვნილებები იქნება დაკმაყოფილებული.